საქართველოს საპატრიარქოს განცხადება. Როგორც ცნობილია, ამ წლის 15 ნოემბერს ქალაქ თბილისში იმართება აქციაც და კონტრაქციაც. გარკვეულწილად ორივე მხარე ცდილობს ეკლესია ჩართონ ამ პროცესებში. იმ აზრსაც ავრცელებენ, თითქოს კონტრაქცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის კურთხევით ტარდება. ამიტომაც საზოგადოებას გვინდა განვუმარტოთ, რომ 15 ნოემბერს დაგეგმილი არც ერთი ღონისძიება, არც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის და არც ზოგადად საქართველოს ეკლესიის ინიციატივით არ ხორციელდება. ეს არის ამ თავყრილობების ორგანიზატორთა თავისუფალი ნების გამოხატულება. ჩვენის მხრივ მოუწოდებთ ორივე მხარეს თავი აარიდონ პროვოკაციებსა და ურთიერთდაპირისპირებას. ქვეყნის გამთლიანება ქვეყნის შიგნიდან უნდა დაიწყოს. ეს ელემენტარული ჭეშმარიტებაა. საქართველოს ეკლესია დღესაც და ყოველთვისაც ლოცულობდა და ქმედით ნაბიჯებს დგამდა საქართველოს საზღვრების აღდგენისა და ჩვენი ხალხის ერთობისთვის. ჩვენ კვლავად შევთხოვთ ღმერთს, რათა უფალმან ძლიერსათვის მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერითვისი მშვიდობითა და კეთილდღეობით. 14 ნოემბერი 2014 წელი.